27 მარტს ციხის ბუნტიდან 1 წელი შესრულდება. მასშტაბურ არეულობას მაშინ მსხვერპლი მოხვა. გასულ კვირას მოწმის სტატუსით ბაჩო ახალაია დაიკითხა. მის ჩვენება არსებითად არაფრით განსხვავდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებულ მისივე საჯარო გამოსვლებისაგან. თუმცა არსებობს მოწმე, რომელსაც 1 წლის წინანდელი ბუნტის არსის შეცვლა რეალურად შეუძლია. გასულ კვირას დროებას ხელში ჩაუვარდა ფარული აუდიო ჩანაწერი. ფირზე აღბეჭდილია შავი სამყაროს ეგრეთ წოდებული ავტორიტეტის, კანონიერი ქურდის პაატა მამარდაშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნის გიად გებუოძის საუბარი. 50 წუთიან ჩანაწერში პატიმარი და სამართალდამცავი ბევრ საკითხს ეხებიან, თუმცა დღეს დროებაში ყურადღებას მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე შევაჩერებთ. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მოხდეს ხმების იდენტიფიცირება და გადამოწყვეტეს ფაქტები. ვიმედოვნებთ, რომ ამ სკანდალური ჩანაწერით აუცილებლად დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რატომ ეშინიათ მამარდაშვილის ალაპარაკების, რას ფიქრობს კუდის მაღალჩინოსანი გირგვლიანი საქმის მონაწილეებზე და რატომ მიაჩნია ყველაზე დიდ მტრად ბადრი პატრაკაცშვილი? სკანდალური ჩანაწერის ფრაგმენტები დიანა ტრაპაიძის სიუჟეტში. მე ვარ ძალიან ძიმე თავად. ესეჭიროება თავის ქალის ოპერაცია და ვინაიდან მქონდა 8 წელი იჯილი და არანაირი პერსპექტივა არ მქონდა, ამის გამო მოვურიგდი მან თავისუფლების სანაცვლოდ. სიცოცხლე მისთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ქურდული ტრადიციები. პაატა მამარდაშვილი უკვე ყოფილი კანონიერი ქურდია. ეს მისი პირველი აღსარება იყო ციხის ბუნტის შემდეგ. სახალხო დამცვას მამარდაშვილი დაწვრილებით უყვება, ბაჩო ახალაიას კაბინეტში როგორ დაიგეგმა ციხეში ფარული ჩაწერა. ახალაია შელახული იმიჯის აღსადგენად. ვინ დაგეგმეთ კიდევ ერთხელ რომ გაიმეოროთ? მე ბაჩო ახალაია ხარდავა ხუხუა და კიდე ჩემთვის ფორმა უცნობმა პირმა, რომელსაც ვიცნობ სახეს. ჩაფიქრებული იყო ის, რომ ახალაიას დაუნდეკ, რაც სიმართლეს ლაპარაკობდნენ, მას სურდა, რომ ეს გაიხარწყლებინა იმ ჩანაწერით. რამოდენიმე დღეს წინ მაბრალებდნენ იმას, რომ მე ქურდებს ფიზიკურად უსწორდები ვანადგურებ და დღეს გავიგე, რომ რაღაც ალიანსია ქურდებთან საუბარი რა. ბუნტი დაგეგმილი არ ყოფილა, ბუნტი სპონტანურად მოხდა. ჩანაწერი კი, რომელიც ბაჩო ახალაიას ხელში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ნელი მოქმედების ნაღმი უნდა ყოფილიყო, უცებ სასჯელთ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის საუკეთესო ალიბად იქცა. როდესაც სალამდა უკვე მოვიდნენ, ნახეს მასალა საკმარისიაო და ამით უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. როცა მეორე მესამე კაცი ეს კაცი დაწერა საჭიროს, რომ აი შემოვიდა გამლახე და ეს მიეცემოდა რეაგირებაში ეს საქმე, ამ დროს ბაჩო ახალაია წარადგინა კასეტას, რომელზეც ჩვენ გეგმავთ და ვაწყობთ ამას ყველაფერს, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინება. მივიდა ავალიენთან და ეს სახესთან მიუტანა ცხვირი და გაარტყა. ბაჩო. ამახსარების შემდეგ მამარდაშვილის ადვოკატს ციხიდან გამოაქვს ყოფილი ქურდის ჩვენება. მამარდაშვილი ახალაიასთან რაიმე გარიგებას უარყოფს და ამბობს, რომ სოზარ სუბართან ყურადღების მიქცევის მიზნით იცრუა. ეს მამარდაშვილის მეორე სიმართლეა. პატიმრები, ადვოკატები, სამართალდამცავები მამარდაშვილის სასამართლო ჩვენებას ელოდებიან. ახლა მთავარია, რომელ სიმართლეს იტყვის იგი სასამართლო დარბაზში. ის ალბათ დაადასტურებს იმ ჩვენებას, რომელიც მისცა, მე გულისხმობ იმ გადათქმულ ჩვენებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ დაკარგავს ესეთ კომფორტულ პირობებში ყოფნის შესაძლებლობას. კომფორტი მართლაც არსებობს. პაატა მამარდაშვილი 8 თვეა ჩაფიძის კლინიკაში მე-6 სართულზე წევს. $800 ოპერაცია მას უფასოდ უკვე გაუკეთეს. მამარდაშვილი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ იგი ისევ დიღომში გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში რჩება. ბუნტის ორგანიზებაში კიდევ ერთი ბრალდებულის, ზედელაშვილის ადვოკატს არ უკვირს, რატომ არის პრივილეგირებული მამარდაშვილი. ფაქტიურად მამარდაშვილმა მისცა ბაჩო ახალაიას და საერთოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სასარგებლო ჩვენება.
აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი შეპირება, რომ მას უმკურნალებდნენ, ალბათ მეორე შეპირება იყო ის, რომ მას რაღაცნაირად მოუხერხებდნენ, რომ ვადაზე ადრე გაეთავისუფლებინათ. სხვა ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს ეჭვიაქვთ, რომ კომფორტული პირობები მამარდაშვილს სწორედ იმისთვის შეუქმნეს, რომ მას სასამართლოს ხდომაზე ზედმეტი არაფერი თქვას. სამაგიეროდ კი თავისუფლებას მიიღებს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა აუდიო მასალა, რომელიც ქსნის კოლონიაში საუბრის ჩანაწერს ასახავს. მასალაში კარგად ისმის ციხის ზედამხედველის ხმა, რაც ადასტურებს, რომ საუბარი საპატიმროშია ჩაწერილი. ჩაწერის დრო ზაფხულია. ეს ის პერიოდია, როცა მამარდაშვილმა სუბარისთვის მიცემული აღსარება უკვე უარყო. პატა მამარდაშვილს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკი გია დგებუაძე იგივე მასტერა ესაუბრება. კუდის თანამშრომელი მამარდაშვილს არწმუნებს, რომ ახალაიასთან გარიგების შესახებ ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს. ყოფილი ქურდი კი მათ მიცემულ პირობას ახსენებს. მამარდაშვილი გარიგების სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვს. ჩანაწერი პოლიტიკურად აქტიურ პერიოდს ემთხვევა. მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები. ყოფილი ქურდი შიშობს, რომ მოქმედი ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში დაპირებული გარანტიებიც გაქრება. გაჩნია ხა თუ პრეზიდენტსაც ზედამოიწნა მაშინ ჩათვალე რომ აროჩე შენგი არა შენგი და მეოთხე კონოს მაგრამ შენგი გაახსენდა მაშინ სწორად არეულობიოს პირიქით და დაიწყებენ დაჟას ანუ მერავიშვილი და ახალაიევი და პარტნიორი მოყოლებენი სვაც შიგნით არ ხავდეთ ვინმეს ახლა სუბარმა გუნდზე გუში თან ისე დაიგებს რა გავიჩი მაგრამ ბიჭო გაიარსო შესაძლოა მისმიგეთ შენ მომეცი აბა დავიდი ახლა დავწერე ახლა შინაური გასაგებ შინაური თუ ბოლო კაროჩე და ეგ მოხდა ვაშენ სახელმწიფოს ხელოვნები და თუ ბოლო მოხდა და შეიცვალა ყველაფერი და მოექმა და რაღაცა და მოგადგა შენ რა გარეთ ახლა ყველა მოსულ და მოგადგა რა არა კი და ამაში ხარ ის დავაგო რასლაბარაკო ახლა მაკაცო კიდე ნუ ეს პროექტი თავი არ დავაგო არა კუპერა აი დაიჭერე იმას უშანთან დაიჭერე და მეც და მაგასაც და კიდე ბევრსაც სულ რო გაროჩი არაფერი ახლა ეს თუ აი დაიჭერე ხო მაგას გეუბნები რა არაირია არაირია მაშინ ამ პოზიციში თუ ამ პრობლემა შეიძლება ბოლომდე მოყვები რა მე ეხლა ხო იცი რომ ნუ ის არა ვარ გენერალ პროკურორი და მაგრამ შეიძლება მე ჩემი ვარ ახალეს შეუძლია დაჩვენა და შეუძლია მე პლუს ის მაქრო ამ ფილობა დააგდაგინდა ხელოვნები იმას აკეთებს მაგრამ მაგასაც ეხლა ყველაფერს ყოველი შემძლება ის არ არის მე მქონდა მაგას ლაბორატორია რომ მეთქი პაპას შეუშულო ვისალებ მომენტი და გადაუტანოთ კაროჩე ის ხალხზე შეუცვალოთ რა მაშინ კაროჩე მე დაურე გამოიყვანა ეს პროკურორი და პროკურორმა კაფში დაფეხები რა იმენა და მოითხრა რა მე ვაჩხა და ესეც ამას იზახსა ალკო შეუცვალოთ რა მაგას შენი ერთი რა კაროჩე რა პროკურორია მოზრებია რა აჩვენა მოიწეს კვალიფიკაციის შესწავლა მიაწეს რა იმენა მიაწეს კუდის თანამშრომელს მამარდაშვილის სულიერად გამხნევება ევალება. ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულის ციხიდან გაშვება არც ისე მარტივია. მამარდაშვილს უხსნია, რომ სამართალდამცავებმა თავიანთი კოლეგებიც კი ვერ დაიცვეს. ქსნის კოლონიის ეზოში პატიმარსა და კუდის თანამშრომელს შორის საუბარი სანდრო გირგულიანის კვლელობაზე იწყება. შენ კი არ ჩანე ბიჭები არიან რადიო გაჭერლები რო არიან იმენა ხა მაგათ ხო ესეთი კონტი იმედი ვაში გამოართვე უთხრეს რომ წელწად ნახევარში გამოყავთ რა ახლა მომეცხრეს 9 აი შენ თავზე ლაპარაკობ და წარმოიდგინე ჩვენ თანამშრომლები და თქვენ წავიდეს რომ კვალიფიკაციური და ხალხზე 9-8 ისულება და საავარია სახელი მაგრამ ხალხს პირდება და წელწად ნახევარში უნდა გამოყო იგივეს მეუნებია
წია უთქვა ვანი მასნაფე ვასიკოს წაბია დაბლედა და ეგეთი რამ ათაშე უთქვა ჩემს ახლა აი ვარ ისე მოიჯორდა და ისე იმასე ზავდი რომ იკითხა ყოფილი ავტორი ამები добре ზოგადად თუ წავდით დაწყით მაგის დედამოს კუდის თანამშრომელი ბაჩო ახალაიეს ინტერესებს მამარდაშვილთან შემთხვევით არ იცავს. საჯარო ახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის უფროსი ძმა დათა ახალაია სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ახლა მას მოვალეობა დროებით შეჩერებული აქვს, თუმცა საუბრიდან ნაცვლად ჩანს, რომ ვითარებას ისევ დათა ახალაია აკონტროლებს. არა, ბრუნდება ახლა აი გაროჩე ხა ამ დღეებში ამ გიათ გებუაძე იგივე მასტერა პატიმართან საუბრისას ზედმეტად გულახდილია. ამით იგი მამარდაშვილთან დობის მოპოვებას ცდილობს. გებუაძემ ბუნებრივი არის ის, რომ თავის დასაცავად ან თუნდაც ქურდულ სამყაროში სამომავლოდ ავტორიტეტის აღსადგენად მამარდაშვილის ოჯახმა ძვირადღირებული ჩამწერი ციხეში შეაგზავნა. ცნობილია, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა და ერთადერთი საუბარი არ არის. ეს უბრალოდ ერთადერთი აუდიო ჩანაწერია. Adam თავარი აზრი არის იმაში, რომ არ მოხდეს იმის გაშექრა, რომ იედრაბაჩო რაღაცას ხონდა საუბარი რა. ეს უნდა მოხდეს ისე დაი პროკურატურა მომაცავებს. ერო ეს ამბავი ხო? სუსტარაცა იყო მოლაპარაკება და სუსტარამაში გადაიზარდა ხო მაგრამ ყველა მაგრამ ახლა საქმე ესაა აუყავთ მაშინ დავიწყე რა ნუ ზიადადას და შეიძლება რა ამის გადაარა სუნცში მაგრამ ნუ აკროისის ისეუნა მიიტანოს მაშინ ეს მაგაიოს რა არა ნუ რაღაცა გარიგება ქონა ერთმანეთში თავად პრობლემა არის ეს რომ მე არ სამბაზდეს და მე ვსწავლობ რომ არჩევას დაიგებ აგრეთვე ნუ აკეთე ხომ დაიგება ნუ ვსწავლობ შემოაწყო ნუ ახლა თუ ისაბულა დაიმასე უბრალოდ და იმა ნუ ახლა ამ ხელისუფლების დროს მაგას დაიჭერს ვერავინ მაგრამ მე კომპიუტერს აფასო მედგასაწევი იქნება და თუ მაგამდე არ მივარ ჩანაწერში ერთი ფრაგმენტი ბადრი პატარკაცის შვილს ეძღვნება. კუდის ჩინოვნიკი ყოფილ ავტორიტეტს ბიზნესმენზე კომპრომატს თხოვს.
პოლიციელი ყოფილი ქურდის თვალში ბაჩუ ახალაიეს ავტორიტეტის ამაღლებას პატარკაციშვილის ხარჯზე ცდილობს. საუბრის ბოლოს მასტერა კიდევ ერთხელ პირდება მამარდაშვილს, რომ ყველაფერს იხონებენ პირველ ეტაპზე მისი მკურნალობისთვის და შემდეგ უკვე თავისუფლებისთვის. პირველი პირობა შეასრულეს. აი, მასტერ, ესე იგი მე ვცდილობ, რომ ეხლა მის გამოვადა ის მისი ორგანიზებული იყო ბუნტი, ეს გაიკვევა სასამართლო პროცესზე. მამარდაშვილი ახლა სასამართლოს ხდომისთვის ემზადება. მისი ადვოკატია ლალია ფციაური. თავის დასხობის მიზნით მან ადვოკატ ჩაფიძის კლინიკიდან ჩვენების ტექსტი გამოუგზავნა. აფციაური ამბობს, რომ მამარდაშვილი სასამართლოს ხდომაზე სიმართლეს იტყვის. და სასამართლო პროცესზე იტყვის სიმართლეს, ანუ თუ რა მოხდა 27 მარტს, ანუ თუ ვისი ორგანიზებული იყო ეგრეთ წოდებული ბუნტი. ვაცხადებ მთელი პასუხისგებლობით, რომ პაატა მამარდაშვილი არ აპირებს თავის ჩამოხრჩობას საკანში, რაც მეტად აპრობირებული მეთოდია მოიხსენება დღეს საჯელასრულების სისტემაში, არც თავის მოწამვლას. მისი ჯანმრთელობა ისევე ახალაიების წყალობით გამოკეთებულია, მინდა გითხრათ, სრულიად ჯანმრთელია და თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა დაეკისრება ახალაიების კლანს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ციხის ბუნდზე სასამართლო პროცესი გრძელდება. უკვე დაიკითხა სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ახალაიას ახალი არაფერი უთქვამს. მოწმეების შემდეგ სასამართლოზე მონაწილეებს დაკითხავენ. ერთ-ერთი მონაწილე პაატა მამარდაშვილია. იგი არჩევანის წინაშე დგას. სიმართლე თუ ტყუილი?